ნახეთ როგორი დამაინტრიგებელი სათაურია მე ვიცი მომავალი პრემიერის გვარი ვაჭარბებ არ ვიცი მე მომავალი პრემიერის გვარი ბიძინა ივანიშვილმაც კი არ იცის მეთქი ასე გეტყვით ვის შეარჩევს ადრე თუ გვიან თუ გადარჩება რასაკვირველია ირაკლი კობახიძეს რომ მოიცილებს ადრე თუ გვიან როცა გადარჩება და თუ გადარჩება ეს ჩემთვის იოლად განსაჭრეტია ირაკლი კობახიძე რომელიღაც ეტაპზე გახდება ის მავრი, რომელმაც თავის საქმე ან გააკეთა, ან ვერ გააკეთა და ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი იმ უკეთურობაზე, რაც დატრიალებულია ამ ჩვენს ქვეყანაში, უნდა შეახოცოს ვინმეს ხელი და ვის უნდა შეახოცოს თუ არა პრემიერად წოდებულ ირაკლი კობახიძეს, აბა რომელიმე დეპუტატს ლადო კახაძეზე ხო არ ელაპარაკებს ან ნინო იაწილოსანზე ან დიმიტრი სამხარაძეს ეს დიმიტრი სამხარაძე სწორედაც რომ სჭირდება გაცილებით უბრალოდ ჩალის ფასიანია მოდი ასე ვიტყვი ეყოლება თუ არ ეყოლება ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არც აქვს და ვინმე უნდა გასწიროს ვინმეს უნდა დააბრალოს ეს ყველაფერი მართლაც კვირიკაშვილი მოიცილა ხალხო რომელსაც ენდობოდა ბახტაძე მოიცილა გახარია მოიცილა გახარია საერთოდაც მოღალატედ გარდაქმნა ისეული გაგებით ხარიბაშვილი საერთოდაც დაიჭირა და კობახიძე რა გამონაკლისი იქნება თუ რა კობახიძის გუნდი მთლიანად კობახიძის გუნდი უნდა მოაშთოს ბიძინა ივანიშვილმა როცა იქნება მაშინ ახლა კვლავ გავიმეორებ სათაურში არის ნახეთ როგორი ამაინტრიგებელია ხო ეს სათაური ამგვარი სათაური მე დაინტერესებული ვარ რომ მეტი და მეტი მაყურებელი მყავდეს მაგრამ მე გულახდილად გეტყვი თუ არ ვიცი მართლა არ ვიცი ვინ არის ბიძინა ივანიშვილის მიერ შერჩეული იმიტომ რომ რაღაც წყაროები არ მყავს ქართულ ოცნებაში შტაბში 2-3 წყარო ახლაც ამყავს შტაბში არა მთლად ქართულ ოცნებასთან გარშემო ვინც არიან ვინც დასტრიალებენ ბიძინა ივანიშვილს და არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს არამედ იმიტომ რომ თავად ბიძინა ივანიშვილს ჯერჯერობით კობახიძის მოცილება არ აქვს განზრახული მაგრამ იმას კი გეტყვით, იმას კი ვივარაუდებ, ვისზე შეიძლება შეაჩეროს მან ყურადღება, მე 2 დღის წინ ვილაპარაკეთ თუ გახსოვთ, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის, როგორც პროირანელი, ასე უნდა დავარქვა, თქვენის ნებართვით, პოლიტიკოსის მოცილებას ითხოვს ისრაელი, რომელთანაც ამ ინფორმაციის, ამ ხაზის, ამ ინფორმაციის თანახმად, რომელთანაც ბიძინა ივანიშვილი გარკვეული საქმიანი ურთიერთობების დამყარებას ცდილობს მეთქი ეს ინფორმაცია მართლა მაქვს დავადასტურებ კიდევ ერთხელ და ირაკლი კობახიძის გაგდებას მოცილებას ითხოვს ისრაელის მხარი ირაკლი კობახიძისა რომელიც პანაშვიდებზე კელეხებში და ორმოცებზე და მეწლის თავებზე დადიოდა ასე უტრირებულად უნდა ვთქვა ირანელი იმ ლიდერებისა რომლებიც მიზეზთა გამო განადგურდნენ და რომელიც გვერდით იდგა იმ პირებთან ერთად, რომლებიც ასევე განადგურდნენ და რომლებიც იყვნენ პირდაპირ მნიშვნელობით ტერორისტები ჰამასისა თუ ჰეზბოლას. ანუ ირანის პროქსი შეიარაღებული ძალები. ეხლა ირაკლი კობახიძეს შემსრულზე ბუნებრივია რომ ბიძინა ივანიშვილი დაფიქრებულა და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით არასწორია ეს სიტყვა შეაჩერებს ყურადღებას იფიქრებს ის რამდენიმე კანდიდატურას. თლად გარედან ის ვერავის ვერ მოიყვანს. ეს კანდიდატურები ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით არიან ირაკლი ჩიქოვანი და გაგიკვირდებათ და კულტურის მინისტრია ხო? ქალბატონი თამარ რუხაძე, ხო არ შეიძლება გვარი. თამარ რუხაძე. ქალი მენეჯერი, ქალი როიალზე რო უკრავს, ქალი ცნობილი ოჯახიდან, ქალი, რომელმაც ბევრი რამ იცის სახელმწიფო კულუარების თაობაზე და რომელიც ითვლება ბიძინა ივანიშვილის კარზე საკმაოდ კარგ მენეჯერად, მოდი ასე ვიტყვი. ამ 2 კანდიდატურის გარდა ბიძინა ივანიშვილს სხვა არ შეიძლება ჰყავდეს უშუალოდ გუნდის შიგნიდან მარიამ ქვრივიშვილიო, რომელიმე თქვენგანი მეტყვის, ან ლევან დავითაშვილიო, სადღაა ლევან დავითაშვილი, მან მოახერხა და გავიდა პოლიტიკიდან და რამდენადაც ვიცი მრჩეველიც აღარ არის პრემიერი კობახიძისა მარიამ ქვრივიშვილის კვალიფიკაცია კი გულახდილად გეტყვით კიდევ ერთხელ უნდა ვიხმარო ის სიტყვა რომელიც როგორ უყვარდა ბატონ კობახიძე პრემიერ ბანდიტს მარიამ ქვრივიშვილის კვალიფიკაციას კი ჩალის ფასი აქვს ანუ ის არაკომპეტენტურია ასე რომ ამბობენ ხოლმე 3 ბატს ან მიაბარებ ან არა ნუ 3-ს მიაბარებ 4-ს
ნაკლებად. ტურიზმის სფეროში სხვა შორის მთლად არაკომპეტენტური არ არის ქალბატონი მარიამი, მთლად გულახდილები ვიყოთ, თუმცა ტურიზმის სფეროში მე ვიცნობ ერთი 5-7-10 ადამიანს და ისინი ხო წარმოგიდგენიათ რამდენს იცნობენ, რომლებიც ასე რომ ამბობენ ხოლმე ამასაც ვიტყვი ჭამენ ყველაფერს და ზედმიწევნით ზუსტად დაგიწერენ ახლა ნებისმიერი დონის ასე ვიტყვი, ნებისმიერი მიმართულების ასე ვიტყვი, მამაო ჩვენოსავით იციან ნებისმიერი დონის და მიმართულების ტურიზმის ინდუსტრია, ტურიზმის ბიზნესი, როგორ უნდა განვითარდეს, ტურიზმის სტრატეგია, როგორი უნდა კონდეს ჩვენს ქვეყანას, ასე უპრაგონოდ, რათა შემთხვევაში არ მინდა გამომივიდეს ქსენოფობიურად, მაგრამ ამდენად დაბალი გადახდის უნარიანობის მქონე ტურისტების ასე უპრაგონოდ შემოყვანა, რომ უნდა აღიკვეთოს, ან უნდა ჩანაცვლდეს უფრო სერიოზული გადახდის უნარიანი ტურისტები, თემის სტრატეგიები რომ არსებობს, ეს ფაქტია, მაგრამ არც ქვრივიშვილს აინტერესებს ეს და მithom ეს არც ბანდიტ კობახიძეს. გარდა ამისა, ესეც უნდა ვთქვათ, ანუ ირაკლი ჩიქოვანი ვახსენეთ და ვახსენეთ თამარ რუხაძე. ვინ შეიძლება დაასახელოს ბიზნა ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატად, როცა იქნება, როცა შიგნიდან, გუნდის შიგნიდან მე გეტყვით რომ არც არავინ, მაგრამ გუნდის გარედან ახლა მე ერთი ინფორმაციას თან გაგიმხელთ და თან არა და გეტყვით რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება ერთი ძალიან ცნობილი და ოდესღაც გავლენიანი პირი და იმყოფება მოლაპარაკებებზე, მოდი ასე ვიტყვი და კარგახანია იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში გარკვეულ მოლაპარაკებებზე და ესაუბრება გაგიჭვირდებათ და კულუარულად ამის თაობაზე პრაქტიკულად არავინ არ იცის ვინც შეერთებულ შტატებშია ჩემმა კოლეგებმა, ჩემმა მეგობრებმა, იქ მყოფმა გადაბარგებულმა ექსპერტებმა, მიმოხილველებმა და ასე შემდეგ და პრაქტიკულად არავინ არ იცის მეთქი ასე ვიტყვი ელაპარაკება ეს ცნობილი პირი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცალკეულ მნიშვნელოვან პერსონებს ელაპარაკება სწორედაც რომ საქართველოზე ბევრი იტყვის რომ ბიზნა ივანიშვილთან არის ეს ყველაფერი შეთანხმებულიო მე არ გამოვრიცხავ ამას ჩემს მეუღლესთან სტილის ჯაბაასი მქონდა გუშინ თუ გუშინ წინ სწორედ ამაზე ბიზნესთან გადაათანხმა თუ არა ხსენებულმა პირმა არ ხსენებულმა პირმა ვიზიტი შეერთებულ გრძელვადიანი ვიზიტი შეერთებულ შტატებში ინგა ჩემი მეუღლე იჩემებდა და იჯინებდა რომ გადათანხმებული უთუოდ ექნება და იმ მესიჯს ჩაიტანდა ეს კაცი შეერთებულ შტატებში რა მესიჯის ჩატანაც იქნება და ბიზნა ივანიშვილს აწყობსო მეც პრინციპში ამას ვეთანხმები ხლა ის წინააღმდეგობას არ გავუწევ ამ შემთხვევაში ამაზრის წარმოვთქმელს ჩემს მეუღლეს მაგრამ მაინც ბიზნეს საქმის კურსში იქნება ბუნებრივია ეხლა ისმის კითხვა გარედან მოიწევს თუ არა ბიზნა ივანიშვილი სხვა პირებს მაგალითად ელჩს იაპონიაში საქართველოს ელჩს იაპონიაში ეგრა მაგის პასუხია და მეგობარს უტა ივანიშვილისა თუ გამახსენდა უტა ივანიშვილის გაუბედურებაზეც ინგა თუ არ შეწუხდებით ამაწია ის ფოტო ამ ტელეფონში რა უტა ივანიშვილის გაუბედურებაზეც გეტყვით ორ სიტყვას მაქვს ხო გეტყვით ორ სიტყვას გაუბედურებაზე არაპირდაპირ მნიშვნელობით ეს შეიძლება იყოს ელჩი ჩვენი ამაზეც იყოს საუბარი ვანო ჩხარტიშვილის სიძე ისეთივე სიძე სხვათა შორის როგორც გიორგი ვაშაძე აწპატიმარი ანუ გიორგი ვაშაძის ქვისლი როგორიც არის თემურ და მე მოგდავძებლის და კიდევ ერთხელ და ეს შეიძლება იყოს დააბრუნებს თუ არა ეგრა მაგის პასუხია და კახა კუჭავას ესეც უნდა თქვა ესეც უნდა ვიკითხო და ძალიან საინტერესო კითხვა ანუ პირებს რომლებიც შედარებით ნორმალურები არიან მეთქი კახა კუჭავა ამათთან შედარებით ბევრად ნორმალურია მაგრამ ეს ვერ მოხდება მანამ სანამ არ მოიცილებს ბიზნა ივანიშვილი როცა იქნება როცა ირაკლი კობახიძეს და არა მხოლოდ არამედ ირაკლი კობახიძეს და მის შაიკას კამანდას პაპუაშვილი პარლამენტში და ასევე რაღაც ამასრულებელ ხელისუფლებაში ცალკეული ის პირები რომლებიც ირაკლი კობახიძესთან არიან აფილირებულები თავის მხრივ ირაკლი კობახიძე მანამდე უნდა დაკლას პოლიტიკურ დაკლას გულისხმობ რასაკვირველია კახა კალაძე და კორუფციაში უნდა გამოიჭირონ ამხილონ და გამოიჭირონ კახა კალაძე რომელიც მესამედ არის არჩეული ქალაქის დედაქალაქის მერად ეგრა მაგის პასუხია და საახალწლოდ იცით თქვენ და ინგამ დამაწია ამასობაში ამ ტელეფონში მომივიდა და დავინახე რომ მომივიდა ფოტო ბიზნა ივანიშვილის ოჯახისა ნახეთ რა საინტერესო ძალიან კარგად სიმპათიურად იგი შესაბამისად აქედან დაგამოდის თქვენგან მარცხნიდან ხო ხორცდები დავიწყოთ არაჩვეულებრივად სიმპათიურად გამოიყურება
პოლიტიკაში პრაქტიკულად შემოსული, აი ახლა ხან ან ცდილობენ რომ შემოიყვანონ ქართული ოცნების ახალგაზრდულ ფრთას გულისხმობ, ცოტნე ნაგორია ივანიშვილი არაჩვეულებრივად სადად, კარგად, ნორმალურად არის შემოსილი ის. ასევე ნორმალურად არის შემოსილი ბედნიერებას რომ ასხივებს თითქოს ბიზინა ივანიშვილი. ეს ფოტო ნაფიქრია ხაზგასმით მინდა თქვა. ეს არ არის რომ ყველა მივიდა და დადგა და ყველა მივიდა და რაღაც როგორც მოუნდათ ისე დადგა. ფოტოგრაფმა დააყენა, გაასწორა, კადრი გაასწორა, რამდენიმე დუბლი გადაიღო. ეს ხო ის ფოტო უნდა ყოფილიყო, რომელიც საჯაროდ უნდა გავრცელებულიყო. ბიზინა ივანიშვილი საკმაოდ სადად არის შემოსული, რასაკვირველია მასაც ვია ძალზე ძვირფასი ფეხსაც მე ასე მაგალითად უფროს შვილიშვილს ანუ უფროსი გამოდის ხო? უფროს შვილიშვილს, რომელიც მხარზე ბაბუის მხარზე ზის და მისი მარჯვენა ხელი შემოქვეული აქვს, როგორც ღარიბაშვილს ჰქონდა მეთქი, ასე ვიტყვი. ამ ბავშვის ფოტოს დაბლარვა, სახის დაბლარვა შეიძლებოდა, მაგრამ რაღაცა თვითონ ავრცელებდა, აქედან გამომდინარე ვაძლევს საკუთარ თავს უფლებას, რომ გავავრცელო. საჯაროა ინგამ კარდახოვსკი, ხო. და ბავშვი შემოსკუპებულა ერთის მხრივ ბინგური ბაბუის და მეორეს მხრივ მამის, ანუ აქვია ამბიციის ცოტნეს გავკაცრავად, არა. აქვია ბერას ზურგზე და ეს ბერაც ნახეთ ცოტა ცოლკაკი შეუჭრია ამ მუსიკოს რეპერკაც, მაგრამ მაინც და მას არაჩვეულებრივი და ცოტა გადაპრანჭული ჩემი მოსაზრებით ფრაკი ქვია ამას, ხო? ან ესე და სამოსი, რა ქვია? ფრაკით არის შემოსილი ეს პატივცემული კაცი. მის გვერდით მისი მეუღლე სახელი არ მახსოვს, იქ არ მიკარდახო და აღარ ვიმახსოვრებ. ამდენს ის ნანუკა ეს რა ქვია? ნანუკა გუდავაძე, ხო? ნანუკა გუდავაძე უმცროს შვილთან ერთად აჩვენული ბავშვია, ქალტური ეკა ივანიშვილი რომ გახდა და მანამდე რო ხედელიძე იყო, ის არაჩვეულებრივად არის შემოსული, არ მიდონა გავამეჩინა მათი უფროსი ვაჟი და უცებ ესე რომ უნდა გამოუსწრო ხო? და ნახეთ როგორ გაუბედურებულ მდგომარეობაშია ჩემი მოსაზრებით, გიმოდიშებ ცხადია, უტა ივანიშვილი ფეხსაცმელსაც მიაქციეთ. არ მინდა თქვა რომ ეს ბაზრობის ფეხსაცმელია, მეთქი ცხადია, ან ბაზრობის ქვედა სამოსია, ან ეს ტრენდული დათუჩა რო არის ამ ტრენდს არ ვიცი. მაისური თუ ხუდი თუ ზედა სამოსი, მაგრამ ნახეთ წვერ გაუპარსავი, თითქოს დისტანცია მასა და მამას შორის და თითქოს დედამ შეიფარა, დედამ უპატრონა. ეს ხადია რაღაც ზედაპირული ძალიან შესაძლოა არა კვალიფიციური ფსიქოლოგიური დააკვირვებაა ჩემი, არაკვალიფიციური შესაძლოა, მაგრამ ფსიქოლოგები დარწმუნებული ვარ უკეთესად განმარტავენ, ზაღლის ყოფილა აქ მათი 4 ფეხა მეგობარი, უკეთესად განმარტავენ აი ამ მესიჯს თუ გრებავთ ასე ვიტყვი, ან ამ ფოტოს. ქალტონი გუდავაძე, ანუ ბერას მეუღლე, არჩეულებრივად გამოიყურება, თუმცა ისიც გადაპრანჭულად მეტისმეტად ლაქშერით არის შემოსილი, დიამეტრალურად დიდი სხვაობაა ბაზრობის 38-ლარიანი ჯინსის შემოსილ უტასა და მის რძალს ქალტონ ნანუკა გუდავაძის შემოსვას იერს თუ გნებავთ ასე ვიტყვი, გალოთებულია მეთქი ეს ბიჭი, ასე რომ თქვა, ალბათ მაინც არ იქნება სწორი, მაგრამ რაღაც ნაძალადევი და ცოტა გაუბედურებული ღიმილი დაჰკრავს, თუმცა შესაძლოა ვწდები, ბარემ ვიკითხავ და ბოლო აკორდი იყოს ეს ჩემი ვიდეო ბლოგისა. მე ვისურვებდი, არ ვიცი, დიდი ხანი არ მინახავს თუ არა საერთოდ ეგეც კი არ მახსოვს, რომ ამგვარ ოჯახურ ფოტოებზე გამოჩენილიყო გვანცა ქვია, ქალიშვილს, ბიზინა ივანიშვილისა და ქალტონი ეკატერინე ხვედელიძე ივანიშვილისა, მათი ქალიშვილი, რომელიც ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ცხოვრობს შეერთებულ შტატებში, მაგრამ აი ოჯახურ რაღაცა წვეულებებზე თუ ამბებზე იშვიათად კი არა, საერთოდ არ ჩნდება, არ ვავითარებ შეთქმულების თეორიას, თუმცა მაქვს რაღაც ინფორმაცია იმის თაობაზე, გვანცას ცხოვრების თაობაზე, განსაკუთრებული არაფერი, მაინც დავარქვათ ესე ხმების თუ ჭორების დონეზე, ამიტომ არ მინდა რომ მაინც და მაინც რაღაცა გავთქვა და რაღაცა თეორიებში განვითარებაში შეუწყო ხელი, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ აი ამ
ყველა რო არის იმ ფოტოზე არ არის სამწუხაროდ ქალბატონი კვანცა ივანიშვილი, ქალიშვილი ბიზინა ივანიშვილისა. მრავალ პროფილური გამომივიდა, ხო? მრავალ მხრივი გამომივიდა ვიდეობლოგი, სათაური აქ ეკითხარით იქნება ასეთი, მე ვიცი ვინ იქნება მომავალი პრემიერი, ხოლო ქვესათაური იქნება მაინც ბიზინა ივანიშვილის ოჯახზე იქნება გამახვილებული. ყურადღება ალბათ კვანცაზეც. ნახვამდის.